მომიზნო და ვნახოთ როგორ იქნება. სამი წელი თქვია ჩავდე. ეს მჭიდი AK-47-ის ნებისმიერი მჭიდი მიდის, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ცდილობდა რომ ისეთი რამე გაეკეთებინათ, ისეთი იარაღი. ყველა იარაღის და ყველა მოდელის რაღაცა კომპონენტები ყოფილიყო თავსებადი. მაგალითად აი ეს ტარი. თვითონ სასხლეთი, აი ეს დეტალი. თვითონ ეს დეტალი უკვე სხვანაირია, აი ეს. აი ეს დეტალი. ანუ მაქსიმალურად ცდილობდა რომ ყოფილიყო იაფი და ადვილად დასამზადებელი. მით უმეტეს ომის დროს მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. მართალი ახლა დედამამა ეტირათ უკრაინელების გამო. ღორიშვილებს, მაგრამ ნუ ყველა ვარიანტი ეგრე ცდილობდნენ რა, რაღაც ეკონომიკა რო ქონდათ. საწავედი კაცო, მე ავირია ხო იცი. სამტყვიას ვესვრი 35 მანძილიდან. ასე ჩამოწეს ბოლომდე გაიხსნა და დაიკეტა. ელემენტარულია, კალაშნიკოვია, მოდი. მოგლეთ მეგობრებო, სამტყვიას ვესვრი აი მანძილზე. და აი გულდასმით დაუმიზნებ რა, აი ყველანაირად მოვინდომებ, რომ კარგა გავაკეთო. შეხედეთ. რა მოხდა? ბოლომდე არ წაიღო. ესეთი რამე მაგრა არ მომწონს როცა ხდება. აჰა. აი გარი რა საბრძოლო იარაღს რაღაცა გადასამოქალაქოებენ, ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს. მოდი ვცადოთ თავიდან. კიდე იგივე სიტუაცია.